გამარჯობა. ვხვდებით ერთმანეთს და ძალიან საინტერესო თემით. თემა აქტუალურიც არის საინტერესოსთან ერთად, არის მასში ძალიან უცნაური ამბები აღწერილი, ალბათ ისეთი როგორც თქვენ ჯერ არ გაგიგიათ ამ ცოცხალი ორგანიზმების შესახებ და მე საკმაოდ დიდი შრომა დამჭირდა, რომ ეს მასალები მომეძიებია და თქვენთვის რაღაცეთ კომპაქტური გასაგები ენით შევამეთავაზებინე. ამიტომ თუ არ დაიზარებთ, ახლავე დასვით მოწონების ნიშანი, ხოლო როდესაც დაამთავრებთ ვიდეოს ყურებას, უკვე დაწერეთ კომენტარები, თქვენი სურვილები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, გადააზიარეთ ვიდეო სოციალურ ქსელებში, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს არხის არსებობის შესახებ და მიიღოს ცოდნა ამ ცოცხალი ორგანიზმების შესახებ. ყველაფერი ეს ხელს უწყობს არხის განვითარებას და მის წინ წამოწევას და იმას, რომ შეამჩნიოს იგი YouTube-ის ალგორითმმა და უფრო მეტ ადამიანს შესთავაზოს თავის პლატფორმაზე. რა თქმა უნდა, უზარმაზარი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ახლა გამოიწერა ჩემი არხი და ახლა უყურებს ვიდეოებს. მე კვლავ გავთხილებთ, რომ მე მაქვს ძალიან საინტერესო ვიდეოები შარშან-წინის წინ გადაღებულები ამ არხზე, რომლებიც დევს და ძალიან გთხოვთ, რომ ისინიც ნახოთ, ახალ მოსულებზეა საუბარი და რა თქმა უნდა, უზარმაზარი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემს არხს ეხმარება აიქ მითითებული ბანკის ანგარიშის ნომერზე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, რომ თქვენ მოგამარაგოთ საინტერესო და საჭიროებო ვიდეოებითაც, ისეთით, როგორიც დღევანდელი ვიდეოა. ჩვენ დაგვჭირდება ზოგჯერ გავიხსენოთ ხოლმე რაღაცეები. ჩვენი თაობა ალბათ სადღაც მე-9 კლასის ბიოლოგიიდან, უფრო ახალგაზრდებმა მე-11, მე-12-ესი დღე თანდათან მოკლდება. ზამთარი ძალას იგრებს. მაგრამ წინ ცივი ზამთრის ყველაზე თბილი დღესასწაულებია. დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დღესასწაულებს საქართველოს გარეთ ხვდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშობლოდან გაგზავნილი საჩუქარი. იმაზე, რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს. მათ წამოიწყეს პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულა ტკბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიგა, მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და რა თქმა უნდა მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. ეს ყველაფერი იმ ულამაზეს სუფრაზე შეგიძლიათ გაშალოთ, რომელზეც ქართული ანბანია ამოქარგული. იქვე დადეთ ხის სუნით გაჯერებული თბილისური ჩუქურთმებიანი აივნის სუვენირი და მენდეთ, სადაც არ უნდა იყოთ, ლამაზი თბილი და ქართული საღამო გარანტირებული აქვს. ნაკრების შემადგენლობა მყიდველის სურვილის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. თუ გამოიყენებთ ამ პრომო კოდს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, როგორც ჩემი არხის გამომწერები მიიღებთ 7%-იან ფასდაკლებას. თუ ნაკრებს ამ პრომო კოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ და ახლავე აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ცოცხალი ორგანიზმების სამყაროში არსებობს ორი დიდი ჯგუფი. ეს გახლავთ ბირთვიანი და უბირთვო ცოცხალი ორგანიზმები, ეგრეთ წოდებული ეუკარიოტები და პროკარიოტები. პროკარიოტები არიან უბირთვოები. ეუკარიოტები, მათ შორის ჩვენც ვართ ბირთვიანები. ეს არის ბაქტერიები, სოკოები, მცენარეები, ცხოველები, ასევე არქეები, რომლებიც ძალიან საინტერესო ჯგუფია, ისინი რაღაცა საშუალო არიან წყალმცენარეებსა და ბაქტერიებს შორის, მაგრამ ცალკე არიან გამოყოფილი ცალკე სამეფოდ, ასევე განზე დგანან ვირუსები. ვირუსებს ზოგიერთი მეცნიერი საერთოდ არ თვლის ცოცხალ ორგანიზმად და რატომ? იმიტომ რომ ვირუსებს არ აქვთ სიცოცხლისათვის ან ცოცხალი ორგანიზმებისათვის დამახასიათებელი შემდეგი თვისებები. მათ არ აქვთ ბირთვი. მათ ისინი არ სუნთქავენ, ისინი არ იკვებებიან, მათ არ ახასიათებთ მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა, მათ ახასიათებთ მხოლოდ გამრავლება და გამრავლება ძალიან სპეციფიურია. ისინი დამოუკიდებლად ვერ მრავლდებიან. როგორც ნებისმიერი პარაზიტი, მათ ჭირდებათ სხვა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედი, რომელშიც ისინი
ჩაუშვებენ საკუთარ RNA-ს ან DNA-ს, ეს დეზოქსირიბონუკლეინის მსჯავას ან რიბონუკლეინის მსჯავას, რომელშიც არის ჩაწერილი მათი გენეტიკური ინფორმაცია და ეს RNA ან DNA აიძულებს უჯრედების, თქვათ ადამიანის უჯრედების. შეგვეყარა ჩვენ, თქვათ, გრიპის ვირუსი. იგი ეს გრიპის ვირუსი ერთი ცალი მილიონობით არის, მაგრამ ერთი რას აკეთებს? მიდის უჯრედთან, უშვებს მასში თავის გენეტიკურ ინფორმაციას და უჯრედი იწყებს არას საკუთარი გენეტიკური ინფორმაციის წარმოებას, არამედ იწყებს ვირუსის ასლების გაკეთებას. აი როგორც არანორმალური გაგიჟებული ქსეროქსის მანქანა, აი ეს ყრის და ყრის ამ ასლებს და ბოლო-ბოლო ივსება უჯრედი და სკდება. და 10,000-ობით ახალი ვირუსი გამოდის თავისუფლებაზე და იწყებს 10,000-ობით უჯრედის დასაბრუნებას. აი ეს არის მათი გამრავლება. ჩვენ ამას კიდევ დაუბრუნდებით, უფრო დაწვრილებით, უფრო კარგად ჩავძვრებით აი ამ მექანიზმში. ვირუსებს ერთი სპეციფიური თავისებურება გააჩნიათ, ისინი როგორც წესი ერთ რაღაც გარკვეულ ცოცხალ ორგანიზმის სახეობაზე ან სახეობათა ჯგუფზე პარაზიტირებენ. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით 5,000 წლის წინ ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში მთელი სოფლები ნადგურდებოდა უცნობი დაავადებისგან. მათ იპოვეს ასობით დაუმარხავი ჩონჩხი, ან უпроსორად საერთო საძმო სასაფლაოში ჩაყრილი ჩონჩხები, უბრალოდ ადამიანებს არ ყოფნიდათ ხელი, რომ ისინი დაემარხათ. იმდენად სწრაფად იღუპებოდნენ ამ სოფლების მაცხოვრებლები. აქ იყვნენ ქალები, ბავშვები, ნებისმიერი ასაკის ყველა სქესის წარმომადგენელი იყო და ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ეპიდემიამ გაანადგურა, მასობრივად გაანადგურა ადამიანები. 430 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათენს უცნობი დაავადება უტევს, ადამიანები ოჯახებიანად იღუპებიან, მათი სხეული სისხლმდინარე წყლულებით იფარება, მათ უწევთ სიცხე და 2 დღეში სიკვდილიც აკითხავთ. ამ ეპიდემიას 120,000 ადამიანი ეწირება რამდენიმე დღეში და ეს ორჯერ მეტია ვიდრე სპარტასა და ათენს შორის ომში დაღუპულთა რაოდენობა. როგორც დადგინდა, აქ მიზეზი იყო შავი ჭირი, შავი ჭირის ბაქტერია. 165-180 წლები რომის იმპერიას ეგრეთ წოდებული ანტონინის შავი ჭირის ეპიდემია ესხმის თავს და 5 მილიონ ადამიანს კლავს. წარმოუდგენელი ციფრია იმ პერიოდისთვის. დადასტურებულად პირველი პანდემია, ანუ ეპიდემია, კი არა, პანდემიასა და ეპიდემიას შორის განსხვავება რა არის? ეპიდემია მაგალითად შეიძლება მოხდეს ერთ კონკრეტულ ქალაქში და არ გასცდეს მას, ხოლო პანდემია არის, როდესაც მთელ პლანეტას მოედება და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. დადასტურებულად პირველი პანდემია, რომელმაც მთელი იმდროინდელი ცივილიზებული სამყარო, ანუ ჩრდილოეთ აფრიკა, აზიის ნაწილი და ევროპა მოიცვა, გახლდათ 542 წელს ეგვიპტის ქალაქ პელუსში დაწყებული შავი ჭირის პანდემია. შავი ჭირი გადააქვთ ვირთაგვებს. მაგრამ ვირთაგვიდან ადამიანზე რო გადავიდეს, მას შუამავალი ჭირდება და ეს შუამავალი გახლავთ აი ეს პატარა შავი მოხტუნავე არსება, რომლის შესახებაც მე აი აქ მაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო და ნახეთ აუცილებლად, რომელსაც გადააქვს ვირთაგვიდან ადამიანზე შავი ჭირის ბაქტერია. იერსინია, რომელიც იწვევს უმძიმეს დაავადებას. შავი ჭირის რამდენიმე ვერსია არსებობს, ფილტვის, ბუბონის და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა არის იმ პერიოდში, ყოველ შემთხვევაში ყველა იყო მომაკვდინებელი და ადამიანებმა არ იცოდნენ თუ რა კლავდათ მათ. პელუსში დაიწყო, როგორც გითხარით, ეს პანდემია, შემდეგ ვირთაგვები მოგეხსენებათ გემზე მშვენივრად გრძნობენ თავს, ბარგთან ერთად ისინი მოხვდნენ კონსტანტინოპოლში. კონსტანტინოპოლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია მე-5 საუკუნეში, მე-6 საუკუნეში უკაცრავად და კონსტანტინოპოლიდან უკვე ეპიდემია, გადაქცეული პანდემია ედება აქეთ აზიას და აქეთ ევროპას. ეს ხდება იმპერატორ იუსტინიანეს დროს და ამიტომ მას იუსტინიანის შავი ჭირის სახელი უწოდეს. პროკოპი კესარიელი წერდა, შემორჩენილია მისი ნაწერები, რომ შავი ჭირისგან საშველი არ არსებობს, სადაც არ უნდა ცხოვრობდე, კუნძულზე გამოქვაბულში მთის წვერზე ყველგან მოგაგნებს და მოკლავს.
სახლები და ქუჩები დაცარიელდა, ადამიანები დაუმარხავები ყრია გზაზე, ყველანაირი სამსახური გაქრა, არავინ მუშაობს, ვაჭრობა ჩაქრა. ევაგრი სკოლასტიკოსი წერს, ზოგიერთებს წყლულები სახეზე უჩნდებოდათ, თვალები სისხლით ევსებოდათ, სახე უსივდებოდათ, მერე ყელი სუსივდებოდათ და ადამიანი იხჩობოდა. სხვები სისხლით გადიოდნენ კუჩში, ზოგს იღლიების ქვეშ და საზარდულში კაკლის ხელა გამაგრებული ადგილი უჩნდებოდათ, რომლებიც შემდეგ სკდებოდა, ამ დროს ადამიანი საოცრად ცხელდებოდა და კვდებოდა. არიან ადამიანები, რომლებიც სისხლს აღებინებენ და ასე კვდებიან. კონსტანტინოპოლის მოსახლეობის 2/3 დაიღუპა. პანდემია რამდენიმე ათეული წელი მძვინვარებდა, ვერაფრით ვერ ჩაქრა და საბოლოოდ 66 მილიონი ადამიანი გაწყვიტა, ანუ 60% იმდროინდელი პლანეტის მოსახლეობის. საოცარი რიცხვია. ეს ყველაფერი არის შავი ჭირისთვის დამახასიათებელი, ამ დაავადებებს შავი ჭირის ბაქტერია Yersinia pestis იწვევს, ლამაზი სახელი ქვია Yersinia. ესენია იყო ესეთი სერიალი მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში. და ეს Yersinia გახლავთ ბაქტერია. ბაქტერია, რომელიც განსხვავდება, სრულიად განსხვავდება ვირუსისგან. ბაქტერიებს ახასიათებთ როგორც გამრავლება, ისინი მათ შეუძლიათ ჩვეულებრივი დაყოფით მრავლდებიან, ისინი ურთიერთობენ გარემოსთან, ცვლიან ქიმიურ ნივთიერებებს, გადაადგილება შეუძლიათ, ანუ ისინი არიან კლასიკური ცოცხალი ორგანიზმები. მაგრამ არსებობენ როგორც თქვით ვირუსებიც, ანუ ძალიან უცნაური ცოცხალი, არაცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც მე-14 საუკუნეში ევროპელებმა ამერიკის კონტინენტზე შეიტანეს, კერძოდ ყვავილის ვირუსი. ყვავილის ვირუსმა ქნა ის, რაც ესპანელებმა ვერ მოახერხეს და ვერც სხვა ევროპელებმა. მან 90% ადგილობრივებისა მოკლა. ჩამოაქცია ისეთი გიგანტური იმპერია, როგორც იყო ინკების სამეფო და რატომ? იმიტომ რომ ინდიელებს უბრალოდ იმუნიტეტი, ან იმუნიტეტზე ჩვენ გვექნება საუბარი, იმუნიტეტი არ ქონდათ, ანუ მათი ორგანიზმი არ იცნობდა არც წარსულში და არც აწმყოში მსგავს ვირუსს. ორგანიზმს არ ქონდა საბრძოლო მეთოდები შემუშავებული, რომ ეს ვირუსი დაემარცხებინა. ორგანიზმა არ იცოდა, რასთან ქონდა საქმე. და ადამიანი, აი ესე დაუცველი ადამიანი, უბრალოდ იღუპებოდა. როგორც გითხარით, 90% ინდიელებისა მაშინ განადგურდა. მაგრამ არც ევროპელებს დადგომიათ კარგი დღე, ისეთი ახლა ასეთი საშინელება არ მოხდარა, მაგრამ მათ ინდიელებისგან ძღვენად ევროპაში ჩამოიტანეს ისეთი მძიმე ვენერიული დაავადება, როგორც არის სიფილისი, რომელიც იწვევს ნერვული ქსოვილების დეგრადაციას, ასევე ქსოვილების კუნთოვანი და კანის ქსოვილის განადგურებას. დღეს იგი იკურნება, მაგრამ იმ პერიოდში ეს განუკურნებელი სენი იყო და გადადიოდა, რა თქმა უნდა, სქესობრივი გზით. 1816 წელია, ანუ ეს ის წელია, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვახსენებ და რომელზეც მე ძალიან საინტერესო ვიდეო მაქვს გადაღებული, ნახეთ აუცილებლად. ეს არის წელი, როდესაც ზაფხული არ იყო და მონსტრებმა გაიღვიძეს. და პარალელურად აღმოსავლეთიდან მოდის აქამდე უცნობი დაავადება, რომელიც გზად ყველაფერს ანადგურებს. თუ რატომ მოდის, ესეც ამ ვიდეოში ნახავთ და თუ რატომ არ იცოდა მანამდე ევროპამ ამ დაავადების შესახებ. ჰამბურგის პარლამენტი აშენდა 1817 წელს, ხოლო 1818 წელს უკვე ეს დაავადება ჰამბურგში გაჩნდა. იგი იწვევდა სხეულის გაუწყლოებას. იმდენად ძლიერი ფაღარათი და იმდენად ძლიერი პირღებინება ჰქონდათ ადამიანებს, რომ ისინი ვერაფერს ვერ იღებდნენ. წყლისგან იცლებოდნენ, მოგეხსენებათ ჩვენი ორგანიზმი 93% წყლისგან შედგება და სადღაც წყლის რაოდენობა მათ ორგანიზმში ეცემოდა 50%-მდე. აი ეს კანს რო აწევდით, იმდენად ჰქონდა კანს ელასტიურობა დაკარგული გაუწყლოებისგან, რომ აი ეს რო აგეწია, ასევე რჩებოდა. ეს ერთ-ერთი პირველი ნიშანია ამ დაავადების და ამ დაავადებას ჰქვია ქოლერა. ქოლერაც არ არის ვირუსული დაავადება, ეს ბაქტერიული დაავადებაა, ეს ქოლერის ვიბრიონები იწვევენ მას ესეთი. გადადის ბინძური წყლიდან და ეს გერმანელებმა უცებ დააფიქსირეს. ამიტომ ერთი წლის მთლიანად ჰამბურგი საკმაოდ მდიდარი ქალაქია, მოგეხსენებათ, ეს უზარმაზარი პორტი იყო ოდითგანვე, შუა საუკუნეების, ადრეული შუა საუკუნეებიდან და ამის შესახებ ძალიან საინტერესო ვიდეო ეაკდებს, რომელსაც ძალიან ცოტა ნახვები აქვს და ამ დროს არის
უსაინტერესო ეს ვიდეო და მასზე მე ბევრი ვიმუშავე, მოკლე ვიდეოა, უცებ ნახავთ. აქ ცხოვრობდა ძალიან მდიდარი ხალხი, როგორც ახლა, იმიტომ რომ პირველი ხელი ფაქტიურად რაც შემოდიოდა ევროპაში, ეს იქნებოდა აზიიდან, ეს იქნებოდა მაშინ მოგესალმებათ აქედან ხდებოდა ყველაფერი შემოტანა, ეს იქნებოდა ახლად აღმოჩენილი ამერიკის კონტინენტიდან, ყველაფერი შემოდიოდა ძირითადი მასა ჰამბურგის პორტში და ამიტომ ისევ მეორე ძალიან მდიდარი ქალაქი იყო და ერთი წლის ბიუჯეტი და ასევე მდიდარი ჰამბურგელების დახმარებით ერთ წელიწადში შეიცვალა ჰამბურგში წყლის გაყვანილობა და კანალიზაცია. აშენდა სრულიად ახალი წყლის გასაცვთავებელი სისტემები, კანალიზაციის წყლები უკვე ელბაში კი არ ჩადიოდა, გადიოდა აბსოლუტურად სადღაც 10 კილომეტრის მოშორებით ქალაქიდან და იფილტრებოდა იმ წვრილ სილაში, რომლითაც მდიდარი არის აქაური ნიადაგები, ხოლერა გაქრა. სხვადასხვა ჰამბურგის წყლის მომარაგების სისტემა დღესაც იდეალურია, ერთ-ერთი საუკეთესოდ ითვლება ევროპაში. ამ პერიოდში, როგორც გითხარით, პარლამენტის შენობა აშენდა, პარლამენტის შენობის ეზოში უნდა დაედგათ ვაჭრობის ღმერთისადმი, მერკურისადმი მიძღვნილი ქანდაკება, უпростоრად ეს იქნებოდა შადრევანი და ქალაქის მესვეურებმა იფიქრეს, რომ კი ბატონო, მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქალაქის არის ვაჭრობა, მაგრამ დღეს ყველაზე აქტუალური მაინც არის სისუფთავე. და დადგეს სისუფთავის ქალღმერთის ჰიგიეას ქანდაკება და აქედან მოდის სიტყვა ჰიგიენა, ანუ სისუფთავის დაცვა და შადრევანი ძალიან საინტერესოდ არის მოწყობილი. ჯერ ერთი ის რომ ჰიგია უჭირავს ხელში თასი, რომლიდანაც წყალი ისხმება და ქვემოთ გველეშაპი, რომელიც განასახიერებს ხოლერა. წრეულად ამ შადრევანზე არის ის დარგები სიმბოლურად გამოსახული ელეგიურად, რომლებიც დაკავშირებული არის წყალთან. და კიდევ ერთი ამ წყალს აქვს ერთი დანიშნულება, რომელსაც დღესაც იყენებენ. წყალი მოგეხსენება ჩადრევანში ტრიალებს, ეს არ არის გარედან შემოსული წყალი, იშვიათ შემთხვევაში ეს მოტორების სპეციალური მოტორების სისტემა ატრიალებს წყალს და ერთი და იგივე წყალი მოძრაობს ძირითადად ჩადრევანში ხოლმე. აი სანამ ჩადრევანში წყალი დატრიალდება და ისევ დაბუბრუნდება ჰიგიას თასს, იგი გადის ძალიან რთულ ლაბირინთებში, რომლებიც არის გაყვანილი კედლებში პარლამენტის და იგი ერთგვარი კონდიციონერის როლს ასრულებდა იმ პერიოდში. ჰამბურგში ზაფხული მოკლეა, საკმაოდ წვიმიანია, მაგრამ თუ დაცხა, იცოცხლე ისეთი სიცხე იცის, რომ არის საწახვით. მაშინ კონდიციონერები რადგან არ იყო, აი ასეთი გაგრილების სისტემას იყენებდნენ. მართალი გითხრათ, მე პარლამენტში ჰამბურგისაში ხშირად ვარ ნამყოფი და იქმე კონდიციონერები არ მინახავს და არ არის გამორიცხული, რომ ისე მე-18, უпростоრად მე-19 საუკუნის აი ამ სისტემით გრილდებოდეს ეს შენობა. მე-20 საუკუნის დასაწყისია ამ დროს რატომღაც მთელი თაიგული უტევს პლანეტას სხვადასხვა უკვე ვირუსული დაავადებებისა. ეს არის ყვავილი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ემსხვერპლა. ჩუტყვავილა შედარებით სუსტი ინფექცია. ვირუსული, ეს არის წითელა და წითურა, საკმაოდ მძიმე ინფექციები, განსაკუთრებით თუ ისინი დასხულ ასაკში დაემართა ადამიანს, ყბაყურა, პოლიომიელიტი, აი ამ ეს დაავადებები, რომელსაც ჩვენ რაღაც ნაწილს ბატონებს ვეძახით, მოგეხსენება და მთელი რიტუალებია მათთან დაკავშირებული და ზოგიერთი ძალიან გამართლებული, მაგალითად წითელას და წითურას დროს ადამიანის ნერვული სისტემა ძალიან დაძაბულია, განსაკუთრებით ბავშვების და ამიტომ აფარებენ ხოლმე, აბნელებენ ოთახებს, არ ხმაურობენ, არ ჩხუბობენ, ისედაც არ უნდა ვიჩხუბოთ ეს ოჯახში, როდესაც პატარაა, მაგრამ ამ დროს მით უმეტეს ძალიან უნდა შევიკავოთ თავი, იმიტომ რომ მასზე ძალიან მძიმედ მოქმედებს ეს ჩვენმა წინაპრებმა ემპირიულად იცოდნენ და აი ეს ტაბუები არსებობდა, როდესაც ბატონები მობრძანდნენ, ხო, პატივისცემით აპყრობოდნენ ამ დაავადებას. ბატონები, როდესაც იყვნენ მობრძანებული სახლში. და ასევე ძალიან მოიმატა ცოფის შემთხვევებმა. ძალიან ბევრი მაწანწალა ძაღლი გაჩნდა ევროპის ქალაქებში და არა მხოლოდ ძაღლები, არამედ მოგეხსენებათ ევროპელებს ძალიან უყვართ ნადირობა, ესენი მგლებზე ნადირობდნენ, ტურებზე ნადირობდნენ და აი აქედან ხშირად მათ ემართებოდა ცოფი. ცოფი კი მოგეხსენებათ ეს არის დაავადება, რომელიც არ იკურნება და მილიარდი შემთხვევიდან მილიარდ ადამიანს კლავს. თუ არა ერთი რამ
რითაც თავს ვიზღვევთ და ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. თითქოს აი სიკვდილმა დაამთავრა და აიღო რაც უნდა აიღო მოსავალიო და უნდა დამშვიდდესო აი დიდი ომიც დაიწყო, ანუ პირველი მსოფლიო ომი დაიღუპა ათეულობით მილიონი ადამიანი. უმძიმესი ომი იყო, რომელშიც გამოყენებული იყო ყველანაირი იარაღი, მათ შორის ქიმიური იარაღი, აი ის კერმიტიც, რომელიც სავარაუდოდ ჩვენს წინააღმდეგაც გამოიყენეს და იწყება ამის პარალელურად კი არა, ხო, პარალელურად ფაქტიურად იწყება უმძიმესი გრიპის, რომელსაც ისპანკა ქვია, ისპანკა იმიტომ ქვია, რომ ესპანეთის ერთ-ერთი ლაზარეთიდან დაიწყო, თორე თვითონ ვირუსი მოსული არის ჩინეთიდან, იგი მუსრსავლებს მილიონობით ადამიანს. ვისაც ესპანკა ემართებოდა, ეს გრიპი ემართებოდა, ძირითადად კდებოდა, იმიტომ რომ მისი სიკვდილიანობა იყო დაახლოებით 60-დან 75%-მდე, ეს ძალიან მაღალია. 50-იან წლებში ჩინეთში იგივე მეორდება, ანუ ფრინველების სხვადასხვა გრიპები, სხვადასხვა ვირუსები ერთმანეთში ცვლიან გენეტიკურ მასალას და წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ფრინველის გრიპი, რომელიც გადადის უკვე ადამიანზე. როგორც წესი, ყველა ვირუსი სახეობა ყავს, რომელიც ამოჩემებულია და მას ემართება და თუ არ ყავს, ყოველ შემთხვევაში მას ასნებოვნებს. მაგრამ ამ შემთხვევაში რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ფრინველის გრიპები შეიკრიბნენ, გადაწყვიტეს რომ ერთი და ძლიერი გაეკეთებიათ და ეს ერთი ძლიერი წამოვიდა ადამიანზე. 1 მილიონი ადამიანი დაიღუპა მაშინ ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, მაგრამ საბედნიეროდ ჩინეთი მაშინ არ იყო ასეთი მთელ მსოფლიოს მოდებული ქვეყანა და ჩინელები იქედან ვერც გამოდიოდნენ და ჩინეთაც ბევრი ვერავინ შედიოდა, ამიტომ ეს ეპიდემია იქვე ჩაქრა. თორე კაცმა არ იცის, დღევანდელი დღე რომ ყოფილიყო, ის ფრინველის გრიპი რას გააკეთებდა და საერთოდ ვიქნებოდით თუ არა ძალიან დიდი ნაწილი ჩვენთაგანი აქ ახლა. 90-იან წლებში საქართველოში ყველა სიკეთესთან ერთად, საქართველოში არა მხოლოდ გარედან მოვიდა, მაგრამ ღორის გრიპი გაჩნდა, გახსოვთ თქვენ, მაგრამ საბედნიეროდ იგი არც ისე ძლიერი შტამი აღმოჩნდა და მალევე ჩაქრა. ასევე 90-იანებში აფრიკაში გამოჩნდა სრულიად ახალი ვირუსი, რომელმაც ძალიან შეაშინა მსოფლიო მედიკოსები, იმიტომ რომ მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა 90%-ზე მეტი, ანუ ფაქტიურად 10 კაციდან 9 კვდებოდა. ეს ყველაფერი დასავლეთ აფრიკაში ხდება და ეს გახლავთ ვირუსი, რომელსაც სახელად დაარქვეს ებოლა. ძალიან საინტერესო ფორმა აქვს ამ ვირუსს, არც ერთ ვირუსს არ გავს, ჭიაყელასავით არის დაკლაკნილი. საბედნიეროდ მან დიდი გავრცელება ვერ პოვა. მოკლედ, რას წარმოადგენს ეს ბირთვულ იარაღზე უფრო მძლავრი სერიული მკვლელი, რომელსაც ფაქტიურად პლანეტის ბედი ხელთ უპყრია და რის გამოც დღეს თქვენ ამ ვიდეოს უსმენთ და ვის შესახებაც უпроსორად თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ დღეს. ამიტომ აქ თუ იქ არ დაგისვამთ, მოწონების ნიშანი უკვე დასვით, რადგან წინ ძალიან საინტერესო ისტორია გველის. ღვინოებსა და ცხელ უდაბნოებში, მთის მწვერვალებზე და მდინარეებში, ადამიანის ფილტვებში და ბაყაყის კანზე, ბაქტერიებით გაჯერებულ წყალში და მცენარეთა ფოთლებზე მეცნიერები ყოველდღიურად ფაქტიურად ახალ ათეულობით ნახევრად ცოცხალ ორგანიზმს პოულობენ, რომლებსაც ვირუსები ეწოდება, მათ სახელებსაც კი აღარ არქმევენ, პირდაპირ ნომრებს აძლევენ, იმდენად დიდი არის მათი რაოდენობა. დღეისათვის ცნობილი არის რამდენიმე ათეული ათასი ვირუსი, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, მათი რაოდენობა სინამდვილეში არის დაახლოებით 1 მილიარდიო. სახეობების რაოდენობა, ანუ ვარიაციების რაოდენობა. არ ვიცი ეს ციფრი რამდენად რეალურია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვირუსები ძალიან სწრაფად იცვლიან ზნეს და ბუნებას და ფერს, აქედან გამომდინარე არაფერია გამორიცხული. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს COVID-19-ის სახით და როდესაც მე მეუბნებიან აბას არ არის ევოლუცია, რატომ დღეს არ წარმოიქმნება ახალი სახეობები, წარმოიქმნება და ჩვენ თვალწინ წარმოიქმნა რამდენიმე ახალი სახეობა ამ ვირუსისა. COVID-19-მა რამდენიმე ათეული შტამი წარმოქმნა. დიდი ხანი არ არის, რაც კაცობრიობამ გაიგო, თუ რატომ ხდებით უეცრად ძალიან ცუდად, როდესაც თქვა ძალიან ბევრ ადამიანში მოძრაობთ, რომლებსაც ახველებენ, აცემინებენ, სახლში მოვდივართ, გვიწევს ტემპერატურა და ზუსტად იგივე სიმპტომები გვემართება, რომელიც შრომის უუნაროს ხდის ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში და
ზოგჯერ კვირეების და ზოგჯერ შესაძლოა ლეტალურადაც დამთავრდეს. თვითონ სიტყვა ვირუსი რომაული წარმოშობისაა და იგი ნიშნავს როგორც მამაკაცის სპერმას, ასევე გველი შხამს. ანუ ერთის მხრივ იგი არის ქმნადობა, მრავლება, წარმოშობა და მეორე მხრივ ეს არის განადგურება და სიკვდილი. და პრინციპში ძალიან კარგად გამოხატავს იგი ვირუსის ბუნებას. ამ სიტყვამ თავისი საბოლოო მნიშვნელობა მე-19 საუკუნის ბოლოსკენ მიიღო და ნახავთ თუ როგორ. ჰოლანდიელები მოგეხსენებათ ძალიან კარგი მეურნეები არიან, სოფლის მეურნეობა იქ ისეთი განვითარებულია, რომ ბევრს შეშურდება და ეს ჩრდილოეთის ქვეყანა მთელ ევროპას ისრაელთან ერთად სხვათა შორის ამარაგებს უახლესი მწვანილით, ხილით, ყვავილებით, რა ვიცი, ყველაფერი რაც კი მწვანეა და რასაც ფესვები აქვს და რასაც ფოთლები აქვს, ყველაფერი იზრდება იქ მოგეხსენებათ და სწორედ ჰოლანდია ამით არის და ნიდერლანდები ამით არის გამორჩეული. მათ დაიწყეს მე-17 საუკუნეში თამბაქოს წარმოება. თამბაქო უკვე კარგად არის ფეხმოკიდებული, თამბაქო მოგეხსენებათ არ მოდის ჩრდილოეთის განედებზე. იმ პერიოდში ეს უკვე მე-18 საუკუნის ბოლოა, თამბაქოს მოწევა არ ითვლება კრეხელობად, თავიდან ცხვირებს აჭრიდნენ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც თამბაქოს ეწეოდნენ. პირიქით იგი რაღაც ელიტარული საზოგადოებისთვის ძალიან მისაღები ქმედებაა თამბაქოს მოწევა. იმიტომ რომ იგი საკმაოდ ძვირია და მას ყველას ხელი ვერ მიუწვდება. ამაზე რა თქმა უნდა ჰოლანდიელები ძალიან დიდ ფულს აკეთებენ, მათ სამხრეთის ქვეყნებში ლომად კოლონიები აქვთ, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილებში, მაგ იგივე ვირჯინიაში და მოგეხსენებათ ვირჯინიის თამბაქო დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა და მის გამზადდება ეს ამერიკული სიგარეტების 90%. და უცებ მე-19 საუკუნის შუა წლებში ჩამოკრა უბედურების ზარმა ნიდერლანდებისთვის. კერძოდ, თამბაქოს ფოთლებზე ჩნდება მოზაიკისებური მკვდარი და ცოცხალი უბნები. ამის შემდეგ ფოთოლი იჭმუჭნება, კვდება და რა თქმა უნდა, მე შემდეგ ამას მოყვება უკვე მცენარის სიკვდილიც. რა არ სცადეს ჰოლანდიელებმა, არაფერი არ გამოდის. ნელ-ნელა ინდონეზიიდან თამბაქოს ეს დაავადება გადადის უკვე ჩრდილოეთ ამერიკაში, ვირჯინიაში, თამბაქოს კომპანიები დგებიან კატასტროფის წინაშე. ამიტომ ჰოლანდიელი თამბაქოს წარმოებლები მიმართავენ იმ დროის ყველაზე ცნობილ გერმანელ აგრონომს და ქიმიკოსს ადოლფ მაიერს, რომ რაღაცნაირად დაეხმაროს მათ. ამ კაცს ჩაბოუტანენ აი ფოთლებს, ცოცხალ ნიმუშებს მცენარის, ჯანმრთელებს და დაავადებულებს და მაიერი იწყებს მასზე დაკვირვებას. მაიერი სწავლობს მიწის შემადგენლობას, სწავლობს ტემპერატურას, სვლის ტენიანობას, რას არ აკეთებს, მაგრამ ეს დაავადებად რჩება, იგი ანადგურებს თამბაქოს მაინც. როდესაც ვერაფერი განსხვავება ვერ დაინახა, მან დაასკვნა, რომ ეს რაღაც ინფექციაა და არ არის გამორიცხული, რომ თქვა ბაქტერია აკეთებდეს ამას ყველაფერს, ან სოკო, ან ნემატოდები. ნემატოდები გახლავთ ძალიან წვრილი მიკროსკოპული ჭიები, რომლებიც ფოთლებში სახლობენ ხოლმე და აზიანებენ მათ. საბოლოოდ ეს რომ გადაეწყვიტა, მაიერმა გაწურა ფოთლები და წვენი შეამოწმა მიკროსკოპით, იქ არაფერი არ ჩანდა. შემდეგ ეს წვენი წაუსვა ჯანმრთელ ფოთლებს და საოცრება. ფოთლები დაავადნენ. 2-3 დღეში გაჩნდა მოზაიკა და რამდენიმე დღეში უკვე ფოთოლი მოკვდა. მაიერი ამბობს, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული არის რაღაცა შხამით, რომელიც აი ამ დაავადებულ ფოთლებშია, მაგრამ რა არის ეს? არავინ იცის. თამბაქოს მწარმოებლებისთვის ეს რა თქმა უნდა დიდი ვერაფერი შეღავათი იყო. 1898 წელს კიდევ ერთი გერმანელი მეცნიერი მარტინ ბაიერინგი ერთვება თამბაქოს აი მოზაიკის შესწავლაში და რადგან მან იცის უკვე რომ ბაიერნის მიერ გამოკვლეულია თამბაქოს წვენი და მასში არ არის აღმოჩენილი არც ნემატოდები, არც ბაქტერიები, არც სოკოები, ამიტომ იგი ფიქრობს რომ აქ არის კიდევ რაღაცა ორგანიზმი, რომელსაც ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ. მან კვლავ გამოწურა წვენი ფოთლებიდან და ფილტრში გაატარა. იქ სადაც ყველაფერი დარჩა, ბაქტერიები, სოკოები, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი. და ეს სითხე აიღო და წაუსვა ფოთლებს და კვლავ ფოთლები დაავადდა. და აქედან გამომდინარე ბაიერმა დაადგინა რომ დიახ, რაღაც ჩვენთვის უხილავი, სრულიად უცნობი, ახალი
ცოცხალი ორგანიზმი არსებობს, რომელიც აი ამ დაავადებას იწვევს. ფილტრაციის ამ მეთოდს იყენებენ უკვე სხვა მეცნიერებიც სხვა დაავადებების დასადგენად და ხედავენ, რომ მუშაობს ეს მეთოდი, ანუ ბაქტერიები და ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმი რჩება ფილტრზე, გაფილტრულ ხსნარში, არის რაღაცა აგენტი, რომელიც იწვევს დაავადებას. მიკროსკოპები ჯერ ვერ ქაჩავენ ვიზუალურად, რომ დაინახონ, სინათლის მიკროსკოპებია იმდენად პატარაა ეს ცოცხალი ორგანიზმი, მაგრამ უკვე ყველა მეცნიერი დაბეჭდებით ამბობს, რომ ეს არის ცოცხალი ორგანიზმი და რომ იგი იწვევს დაავადებებს და მათ შორის ადამიანის დაავადებებს და აი 1923 წელს ბრიტანელმა მიკრობიოლოგმა ფრედერიკ უორტმა განაცხადა, რომ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ ამ ცოცხალი ორგანიზმების ბუნებასო და ამიტომ შევწყვიტოთ საერთოდ ამაზე საუბარიო. ამ ცოცხალ, მაგრამ უცნობ და თვალით უხილავ ორგანიზმებს დაარქვეს ვირუსი. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოა, როდესაც ქიმიკოსი სტენლი ვენდელი სხვადასხვა მოლეკულების საშუალებით კრისტალებს აგებს. ეს იმ დროისთვის ძალიან პოპულარული არის ქიმიკოსებში, იმიტომ რომ უკვე გამოგონებული არის რენტგენის სხივებით ისინი ასხივებენ, ბომბავენ, ასეც ქვია, სხვადასხვა კრისტალებს და ეს მეთოდი მათ საშუალებას აძლევს გაიგონ თუ რისგან არის აგებული ესა თუ ის კრისტალი და ესა თუ ის ნივთიერება. სწორედ ამ მეთოდმა შეძლო, რა საინტერესოც არ უნდა იყოს, ანუ აი ესეთი მყარი კრისტალების შესწავლის მეთოდით მოხდა გარღვევა ბიოლოგიაშიც. სტენლი მოიქცა ძალიან უცნაურად. მან გამოითხოვა ბიოლოგებისგან აი სითხე, რომელიც რჩებოდა თამბაქოს გამოწვევის და გაფილტვის შემდეგ და აორთქლა იგი. აორთქლილ მასაში მან დაინახა მიკროსკოპში კრისტალები, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ეწებებოდნენ და კიდევ უფრო რთულ ფორმებს ქმნიდნენ. მოკლედ დიდი ვერაფერი გაუგო ამ ხვნილს, იგი ჩაყარა პატარა სინჯარაში, შეინახა კარადაში და გადაავიწყდა. 3-4 წლის შემდეგ შემთხვევით გადააწყდა ხვნილს და წყალში გახსნა და ჯამთელი თამბაქოს ფოთოლს წაუსვა და საოცრება. ფოთოლი დაავადდა. და ამ ცდების შედეგები 1935 წელს გამოაქვეყნა სტენლიმ და მოხდა საოცრება, ანუ გადატრიალება მოხდა ფაქტიურად ბიოლოგიაში, აქამდე არსებული წარმოდგენები ცოცხალსა და არაცოცხალს შორის განსხვავებაზე ფაქტიურად არააქტუალური გახდა. ანუ არსებობს რაღაცა, რომელიც არის ცოცხალიც და რომელიც არის არაცოცხალიც. უკვე დადგინდა, რომ ეს გახლავთ აი ესეთი ორგანიზმი, რომელიც ძალიან უცნაურია. მასში ცილების გარდა არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ, გრძელი ძაფისებური მოლეკულა. მაშინ ეს არ იცოდნენ რა იყო, მაგრამ დღეს უკვე ვიცით, ეს გახლავთ რიბონუკლეინის მჟავა, რომელიც წარმოადგენს ამ ვირუსის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელ ძაფს. როგორც კვლევები დადგინდა, ვირუსების უმრავლესობა სწორედ RNA-ის, ანუ რიბონუკლეინის მჟავის ერთი ძაფის მატარებელია, მაგრამ ასევე გვაქვს DNM-ის მატარებელი ვირუსებიც. DNM-ში და RNA-ში ორივეში ჩაწერილი არის მემკვიდრეობითი ინფორმაცია. ახალი ტიპის ელექტრონულმა მიკროსკოპებმა უკვე საშუალება მისცა მეცნიერებს, რომ უფრო დაწვრილებით შეესწავლათ ეს უცნაური წარმონაქმნები. მოდით ასე დავარქვათ ჯერჯერობით. პირველად ვირუსი გერმანელმა მეცნიერებმა 1929 წელს დაინახეს ფიზიკურად, ეს გახლდათ კვლავ თამბაქოს მოზაიკის ვირუსი, ამის გამო მათ ნობელის პრემია მიიღეს სხვათა შორის და ეს იყო სწორედ ის 300 ნანომეტრის სიგრძის მქონე საკმაოდ დიდი ზომის ვირუსი, რომელიც აჩანაგებდა თამბაქოს პლანტაციებს. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსებს დაახლოებით ისეთივე ტიპის RNA და DNM აქვს, როგორც ვთქვათ, უმაღლეს ცხოველებს და მცენარეებს, მაგალითად ადამიანს, ისინი ამ ყველაფერს ძალიან სხვანაირად იყენებენ. ჩვენი უჯრედები მუდმივ ქმედებაში არიან. ჩვენ უჯრედში მუდმივად წარმოიქმნება ერთი ნივთიერებიდან მეორე, ხდება ამ ნივთიერების გამოყოფა, ერთის ათვისება, ერთის ენერგიიდან მეორე ენერგიად გარდაქმნა. მოკლედ, ცოცხალია, მოქმედებაშია, მუდმივად სხვა უჯრედებთან კონტაქტშია და
ამით ვადგენთ, რომ იგი ცოცხალია. როგორც კი იგი ამ ყველაფერს აჩერებს, რა თქმა უნდა, უჯრედი კვდება. უჯრედები, როგორც წესი, ერთ ქსოვილში მყოფი ერთი ტიპის უჯრედები ერთ ფუნქციას ასრულებენ, მაგალითად ნერვული უჯრედები, კუნთის უჯრედები, ძვლოვანი უჯრედები, არიან ძალიან საინტერესო ტიპის უჯრედები, რომლებიც თითქოს დამოუკიდებლად ცხოვრობენ, მაგალითად ლეიკოციტები ჩვენს ორგანიზმში, ჩვენს სისხლში, რომლებიც როგორც ამებები ისე დარბიან, დაცოცავენ, უბრალოდ ხალხთან ერთად მოძრაობენ და იმ ადგილას მოკუჩდებიან ხოლმე, სადაც ინფექციაა და იწყებენ ამ ბაქტერიების ყლაპვას. ჩვენს უჯრედებში მყოფი ბირთვი, რომელშიც მოთავსებული არის ქრომოსომები, ანუ რომელშიც ჩაწერილი არის ჩვენი მემკვიდრეობითი ისტორია და ყველაფერი, იყოფა უჯრედი ერთი უჯრედიდან ორი წარმოიქმნება, 2-დან 4 და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთი ამბავი ხდება ჩვენს ორგანიზმში. ვირუსოლოგებმა კი დაადგინეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვირუსებს ძალიან რთული აგებულება აქვთ, ისინი არიან ძალიან პრიმიტიულები. ძირითადად ეს არის ცილოვან გარსში გახვეული ცილის ერთი მოლეკულა, რომელშიც როგორც გითხარით, ჩაწერილი არის ვირუსის შესახებ ინფორმაცია. ვირუსებს თვითწარმოება შეუძლიათ, ანუ გამრავლება შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ხდებიან სხვა ცოცხალ უჯრედში, რომელიც იწყებს მათი DNM-ის ან RNM-ის ასლების გადაღებას და ახალი ვირუსების დამზადებას და თვითონ კი კვდება. სწორედ ეს პროცესები, ეს ურთულესი პროცესი და ძალიან არასასიამოვნო, რომ წარმოვიდგინოთ ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც ვიღაცამ დაახველა და იმ ნახველის პატარა წვეთთან ერთად ჩვენ შევისუნთქეთ ვირუსების თელი ნაკრები, თაიგული ორგანიზმში ხდება და პირველი რასაც აკეთებს, იგი დამაგრდება პირველი უჯრედზე, რომელსაც იპოვის, შეაშხაპუნებს მასში თავის RNM-ს ან DNM-ს და ჩვენი უჯრედი იწყებს ვირუსების წარმოებას. სპეციალურ ფერმენტს გამოყოფენ ვირუსები, რომ ჩვენი უჯრედის გარსი დაშალონ და ამ დაშლილი გარსიდან დაღუპული უჯრედიდან გამოდიან ათასობით ვირუსები, რომლებიც შეესევიან სხვა უჯრედებს და სწორედ ამ დროსაა რომ ვიწყებთ ცემინებას, ხველებას, გვიწევს სიცხე, ხდებით უუნაროები, თუ ჩვენი იმუნიტეტი მოერია ვირუსს, ხომ კარგი, ჩვენ რამდენიმე დღეში ფეხზე დავდგებით, თუ ვერა და მაშინ უკვე სიმპტომატური მკურნალობა ჭირდება, მოგეხსენებათ ვირუსების საწინააღმდეგოდ, რადგან ისინი ცოცხლები არ არიან, პრეპარატები არ არსებობს. თუმცა, მაინც რაღაც გამონაკლისები აქაც გვაქვს და მეცნიერებმა აქაც დიდი გარღვევები მოახდინეს. ეს ყველაფერი 50-იან წლებში უკვე იციან მეცნიერებმა მშვენივრად და აქედან გამომდინარე პრევენციის ზომებსაც იღებენ სხვადასხვა ეპიდემიების გავრცელებისას, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ გზა ახალი სახეობის ვირუსები იქმნება. კერძოდ ის, რომ ცენტრალურ აფრიკაში ერთ-ერთი ტომი, აფრიკელების ერთ-ერთი ტომი თulis რომ შიმპანზესგან დამზადებული მწვადი ძალიან გემრიელია და ნადირობს შიმპანზეებზე. შიმპანზე მოგეხსენებათ ჩვენი ძალიან ახლო მდგომი პრიმატია, ჩვენ და მათ შორის გენეტიკაში თითქმის არ არის არანაირი განსხვავება. აქედან გამომდინარე შიმპანზების ვირუსები, რომლებიც შიმპანზეებზე პარაზიტებენ, ძალიან ადვილად გადმოდიან ადამიანებზე. თურმე და სწორედ ასეთი ვირუსი შიმპანზეს სისხლიდან გადმოდის ადამიანის ორგანიზმში. ეს თითქოს იქვე უნდა ჩაკვდეს, არც არავინ არ გამختარა ცუდად, არც არავის არაფერი დამართია, არც ცემინება, არც სიცხე, არც არაფერი, მაგრამ 80-იანი წლების დასაწყისია და ამერიკასა და ევროპაში ჩნდება უცნაური დაავადება. დაავადებულები ძალიან სწრაფად სუსტდებიან, მათი იმუნური სისტემა ეცემა, მათ ემართებათ ეგრეთ წოდებული კაპოშის სიმსივნე, ეს კანის სიმსივნეა. ასევე ფილტვების ანთებით იღუპება ძალიან ბევრი, უმცირესი ინფექციებით შეიძლება დაიღუპონ და როგორც ეპიდემია, ისე მოედება ეს დაავადება პლანეტას. ეს ახალი ვირუსი აღმოჩნდა, რომ მოდის აფრიკის სწორედ იმ ტომიდან, რომელსაც ჩვევად ჰქონდა შიმპანზეებზე ნადირობა და მისი ხორცის გამოყენება. მას უწოდეს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, HIV ვირუსი, რომელიც 100,000 ადამიანს კლავს ყველა კონტინენტზე. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ
ამ ვირუსით ძირითადად დაავადდებიან ნარკომანები, ჰომოსექსუალები და ასევე ის ადამიანები, რომლებსაც სისხლი გადაუსხეს. ესე იგი, აქედან დგინდება, რომ სისხლით ხდება გადატანა ამ ვირუსის. ნარკომანები რატომ? იმიტომ რომ ისინი ხშირად არ იყენებენ ერთჯერად შპრიცებს, ამიტომ დაიწყო მაშინ უკვე ერთჯერადი შპრიცების უფასოდ დარიგება. სისხლის გადასხმისას ძალიან ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ არ იყო შემოწმებული სისხლი და მოგეხსენებათ საქართველოშიც მოხდა 1-2 ასეთი ტრაგედია, როდესაც ბავშვებს გადაუსხეს შიცი დაავადებული სისხლი და დაავადეს ისინი. შემდეგ უკვე აღმოჩნდება, რომ გარდა თქვა სისხლის გადასხმებისა, ასევე რისკის ზონაში შედიან ადამიანები, რომლებიც სალონებში იკეთებენ ფრჩხილებს, როცა შესაძლოა რომ არ იყოს კარგად გასტერილებული სხვადასხვა ხელსაწყოები და უბრალოდ გადავიდეს ერთი ადამიანის სისხლით მეორეზე ეს ვირუსი და ამიტომ ძალიან ესეთ მკაცრი რეგლამენტები არის შემუშავებული, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს. იმუნოდეფიციტის ვირუსს ახასიათებს ერთი ძალიან მზაკვარი თვისება. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში არის მიძინებულ ინკუბაციურ მდგომარეობაში, მაგრამ მიუხედავად ადამიანი ვერ გრძნობს ვერაფერს, ჩვენივრად გამოიყურება, გადასარევი ფერზეც არის და ხალისიანი ცხოვრებითაც ცხოვრობს, მაგრამ იგი არის მატარებელი ამ ვირუსის. ანუ საკმარისია მისი სისხლი ვიღაცის სისხლში მოხდეს, რომ იგი გადადებს იმ ადამიანს ამ დაავადებას. როცა უკვე სიმპტომები იჩენს თავს, ამ დროს ეს არის უკვე შიცი, ანუ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადებული ხდება ადამიანი. საბედნიეროდ შიცი იმ უიშვიათეს ვირუსულ დაავადებათა რიცხვში გავიდა, რომელთა შეჩერება მეცნიერებმა შეძლეს. არის დღეს უკვე პრეპარატები, რომლებსაც ადამიანი თუ მიიღებს და ზუსტად გაყვება ექიმის რჩევას, იგი ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრებს, მას სიკვდილი არ დაემუქრება. დღევანდელი მონაცემებით ყველაზე მეტი შიცით დაავადებული დღეს არის ცენტრალურ აფრიკაში და ჩვენს მეზობელ რუსეთში. ოფიციალური მონაცემებით ეს სხვა წელს გამოქვეყნდა, აქ ყოველი მე-100 ადამიანი არის HIV ინფიცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ოფიციალური ციფრი არის ყოველი მე-100, ალბათ რეალურად იქნება ყოველი 70-100, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რუსეთში სტატისტიკის დამალვის ოსტატები ცხოვრობენ. 10,000-ობით მაგ ქვეყნიდან შემოსულ ადამიანში რამდენში არის ეს დაავადება ჩამალული. ერთიც უნდა გითხრათ, რომ ძირითადად აი ესეთი ტიპის და სქესობრივი გზით გადასატანი დაავადებების რაოდენობა ჭარბობს ყოველთვის იმ ქვეყნებში, სადაც სექსუალური აღზრდა არის ნულზე. სექსი ადამიანის თანამდებია, მას ვერსად ვერ გავექცევით, ყველა ჯანმრთელ ადამიანს ახასიათებს სექსუალური ქცევები და ყველა ჯანმრთელ ადამიანს ყავს სექსუალური პარტნიორი, ამიტომ ეს აღზრდა საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ თავი ამ დროს. სამწუხაროდ დღეს ვენერიული დაავადებების მთელი თაიგულია, რომლებიც ადრე საერთოდ არც იყო. კიდევ როგორი ვირუსები იმალებიან, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ასეთები რომ არიან და დღესაც რომ ათასობით სხვადასხვა ტიპის ვირუსი წარმოიქმნება სხვადასხვა ცხოველებში და მცენარეებში, ესეც ფაქტია და კაცმა არ იცის, როდის გადმოხდებიან ისინი, თქვათ, თაგვიდან, ან კალიიდან, ან თუნდაც იმ კაქტუსიდან, რომელიც ჩვენ ფანჯისრაფაზე გვიდგას ადამიანზე. არადა ამის შანსი ძალიან მაღალია. Hallo. Just a moment. 2019 წელი და გაჩერებული პლანეტა ყველას გვახსოვს, რაც არ უნდა შეთქმულების თეორიებზე ამხედრებულებმა ჩვენ ვიქნიოთ ხმალი წინ და უკან, ფაქტია რომ 21 საუკუნის შუა წლებში ამ უხილავმა აგენტმა, სუბსტანციამ, რომელსაც COVID-19 დაარქვეს, 7 მილიონი სიცოცხლე იმსხვერპლა. უამრავ ადამიანს დაუტოვა ეგრეთ წოდებული long COVID-ი, ანუ უმძიმესი გართულებები. პანდემია, რომელმაც უამრავი ადამიანის ბედი შეცვალა, რომელმაც დახურა ბიზნესები, გააკოტრა ფირმები, გააპაუზა ზოგიერთი ქვეყნის წარმატებული ქვეყნის ეკონომიკა. რომელიც მიკროსკოპშიც კი არ ჩანს, აი ამ არსებამ დააჩოქა უძლიერესი სახელმწიფოები და ბევრი ასეც დატოვა ამ ჩობჯენში. რომ აღარაფერი თქვა, რა თქმა უნდა, ადამიანურ ტრაგედიებზე, რომელიც ალბათ ყველას გაგვიგია და ზოგიერთი სამწუხაროდ ჩვენ შეგხვებია. ადამიანს, რომელიც თვლიდა, რომ იგი არის ბუნების გვირგვინი და რომ მას შეუძლია
ყველაფერს გაუმკლავდეს ამ უხილავმა არსებამ აჩვენა რეალურად ვინ არის პლანეტის ბატონ-პატრონი. პლანეტა კი გაჩერდა, მაგრამ ჩვენ ვერავინ გაგვაჩერებს. ყველაზე საინტერესო ახლა იწყება, ამიტომ ვისაც იქ არ დაგისვამთ მოწონების ნიშანი, ახლა დასვით, დააფასეთ ჩემი შრომა, ბევრს ხომ არაფერს ვითხოვებოდი, პრინციპში რა არის, იმას უნდა დააჭიროთ თითი, რამდენიმე სიტყვიანი კომენტარი დაწეროთ და ბოლო-ბოლო გადააზიაროთ, თუ ძალიან არ დაგეზარებათ სოციალურ ქსელებში ეს ვიდეო. და საითაც არ უნდა გავიხედოთ ჩვენ 3 მილიარდი წლის წინ გავიხედოთ, თუ დღევანდელ კოღოს შევხედოთ, რომელმაც წუხელ არ დამაძინა, არა აქვს მნიშვნელობა, ყველგან ჩვენ ვნახავთ, რომ ცოცხალი ორგანიზმი შედგება უჯრედისგან. ამ უჯრედში მიმდინარეობს ყველა ის პროცესი, რომელიც საბოლოოდ სიცოცხლეს განაპირობებს. ეს შეიძლება იყოს ერთი უჯრედი, ეს შეიძლება იყოს ტრილიონობით უჯრედი, როგორც მაგალითად ჩვენში, ლურჯვეშაპში ან სპილოშია. ჩვენ გარდავიქმნებით, ვიზრდებით, კვდებით, მაგრამ ვასწრებთ შავმავლობის დატოვებას, ანუ ჩვენი გენეტიკური მასალის გადაცემას ჩვენი შვილებისთვის, ისინი გადაცემენ თავიანთ შვილებს და ჩვენ გრძელდებით ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებში. ჩვენ ღია სისტემები ვართ, რომლებიც მუდამ კონტაქტირებთ გარემო პირობებთან, ჩვენ რაღაცას ვიღებთ გარედან და გამოვყოფთ გარემოში. ვირუსები ამ საერთო სურათში ვერ ჯდებიან, მაგრამ რა სურათში ჯდებიან ბოლოს და ბოლოს. აი სერ პიტერ მედევანი არის ასეთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ეს პრემია მიიღო ქსოვილების გადანერგვის საქმეში ნოვატორობის გამო. მან თქვა, რომ ვირუსი არისო ცილაში გახვეული ძალიან ცუდი ამბავია. ძალიან კარგი განსაზღვრებაა მე თუ მკითხავთ. ეს ცუდი ამბები ძალიან სხვადასხვანაირები არიან. ანუ ვირუსები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომით, გარეგანი გარსის აღგებულებით, რომელსაც კაფსიდი ეწოდება, როგორც გითხარით. მათ აქვს ჭირისებრი, ბურთისებრი, კრისტალისებრი, ჩოგანისებრი ფორმები, მათში მოთავსებული RNA და DNA-იც განსხვავებულია. როდიდან არსებობენ ვირუსები? მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსები შესაძლოა სხვა სასიცოცხლო ფორმების პარალელურად ვითარდებოდნენ. ანუ ჩვენ არ ყავს საერთო წინაპარი. ანუ ეს არის სრულიად გამოკვეთილად ცალკე მდგომი ჯგუფი, ხოლო ჩვენ, მაგალითად, სოკოები, მცენარეები, ბაქტერიები, არქეები და ცხოველები ვართ ცალკე მდგომი ჯგუფი და ჩვენ ყავდა ცალ-ცალკე წინაპარი. ისიც საინტერესოა, რომ ყველა ვირუსს თავისი მასპინძელი ყავს. მაშინ როგორ ვითარდებოდნენ ისინი ცალკე? ანუ ყველა ვირუსი პარაზიტირებს აღარც გარკვეულ ცოცხალ ორგანიზმზე. სოკო იქნება ეს თუ ცხოველი თუ მცენარე არ აქვს მნიშვნელობა და ბაქტერიაც კი. ყველას მათ ყავთ თავიანთი ვირუსები, თავიანთი მწვალებლები რო იტყვიან. ამ შემთხვევაში მე უკვე ვერ ხვდები რანაირად შეიძლებოდა ეს ორი ჯგუფი ცალკე განვითარებულიყო. ისინი ერთმანეთთან არიან კავშირში ყველა ვარიანტში. მე ბაქტერიები ვახსენე და მათი ვირუსები. ეს გახლავთ ბაქტერიოფაგი, ბაქტერიების მჭამელი, პირდაპირ გადავთარგმნოთ ლათინურიდან მისი სახელი და ეს სახელი ალბათ ყველას გაგიგიათ, იმიტომ რომ საქართველოში არსებობს ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი, რომელიც გახლავთ გიორგი ელიავას სახელობის, ახლა მას ქვია ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი. ეს ძალიან საინტერესო ინსტიტუტია, მე მასთან ახლო კავშირები მქონდა ჩემს ახალგაზრდობაში, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი, უახლოესი მეგობარი გია ჯაფარიძე მუშაობდა ამ ინსტიტუტში, ჩვენ ძალიან ხშირად დავდიოდით მასთან და ის იყო საკავშირო სისტემაში ჩართული და სოფლიოში ერთ-ერთი ალბათ სამეულში შედიოდა ბაქტერიოფაგების კვლევის მხრივ. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს სხვა შორის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტს და მისი დამაარსებელი გახლდათ ვის სახელობისაც არის იგი გიორგი ელიავა, რომელმაც ეს ინსტიტუტი დააარსა 1923 წელს. ელიავა გახლდათ მეცნიერი, რომელიც პასტერის ინსტიტუტში, ანუ საფრანგეთში მუშაობდა. იქ გაიცნო მან კანადელი მეცნიერი ფელიქს დერელი, რომელსაც წამდა, რომ ბაქტერიოფაგები, ასეთი ვირუსები არის სამომავლოდ ძალიან პერსპექტიული სხვადასხვა ინფექციებთან, ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლისათვის და გიორგი ელიავამ დაინტერესდა ამ საკითხებით, მან გაიმეორა დერელის ექსპერიმენტები და დაადგინა, რომ მართლაც დერელი მართალია, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი არასერიოზულ მეცნიერად აღიქვამს. დერელ ძალიან გაუხარდა ეს ამბავი, მან მოიზიდა რაღაც ფინანსები და ელიავამ და დერელმა ერთად დააფუძნეს თავიდან ლაბორატორია, მე ასე მახსოვს საქართველოში 1918 წლიდან
21 წლამდე სანამ საქართველოს დამოუკიდებელი იყო და მოგეხსენებათ ამ დროს დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ძალიან ბევრი რამ ვითარდებოდა. კარგად ვითარდებოდა, ზოგადად საქართველოს ძალიან კარგად ვითარდებოდა და სამწუხაროდ რაც მოხდა კი ვიცით, მაგრამ ეს იყო რომ სხვაშორის 23 წელს მაინც ეს ინსტიტუტი დაარსდა საკმაოდ კარგი შენობით, საკმაოდ დიდი ტერიტორიით და ძალიან ლამაზი ბაღით, სხვაშორის ძალიან მომწონდა მე ყოველთვის ბაქტერიოფაგის ბაღი, ახლა არ ვიცი იქ რა ხდება, იმდენი კორპუსი აშენდა რომ მე მგონი საერთოდ არც შანსი ის ინსტიტუტი იქა. რითი გაგრძელდებოდა ეს ამბავი ყველაფერი? როდესაც ადამიანს საფრანგეთში აქვს ნასწავლი, ნამუშევარი, კონტაქტები აქვს კანადელებთან და ევროპელებთან, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის და სტალინის პერიოდში ელიავას მოკიდეს ხელი და განაჩენის გამოტანისთანავე 37 წელს დახვრიტეს. აი ადამიანი რომელმაც ამდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მაგრამ განამარტო გიორგი ელიავა იყო ასეთი. მაშინ განადგურდა მოაზროვნე ხალხი, პოეტები, მეცნიერები, მხატვრები, რა ვიცი, ისინი რომლებსაც უნდა შეექმნათ მომავალი საქართველო და გაენათლებინათ იგი სამწუხაროდ მოსპეს, გაანადგურეს, გაფილტრეს და დარჩა ქვეყანა ბირჟაზე მდგომ ხალხს, რომელსაც ის ბირჟის ცოდნა უკვე სახელმწიფო შენებაში ჰქონდა მოტანილი. სხვაშორის დერელი, რომელიც აპირებდა მთლიანად გადმოსვლას კანადიდან, რა თქმა უნდა, აღარასდროს დაბრუნებულა საქართველოში. დღეს მე რამდენადაც ვიცი, აი ეს ინსტიტუტი ბაქტერიოფაგიის, ვირუსოლოგიის და მიკრობიოლოგიის არის იმ იშვიათ ინსტიტუტთაგანი, რომლებიც დღეს ბაქტერიოფაგებზე მუშაობენ და რით არის ბაქტერიოფაგი აქტუალური. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის ძალიან ეფექტური, ანუ ჭრილობაზე დავასხათ ბაქტერიოფაგების შემცველი სითხე, ჭრილობის ფაგები, ეგრეთ წოდებული, იგი ისე ძლიერად და ისე რადიკალურად ვერ იმოქმედებს, როგორც ანტიბიოტიკი. მაგრამ მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკებზე შეგუება ხდება უკვე სხვადასხვა ბაქტერიების და ეგრეთ წოდებული სუპერბაქტერიებიც კი გამოდის, ანუ მუტაციის შედეგად წარმოიქმნება სუპერბაქტერიები. როგორ წარმოიქმნება ისინი? ჩვენ უწყობთ მათ ამაში ხელს, მაგალითად, როდესაც მე თქვათ დამინიშნა ექიმმა რომ უნდა დავლიო 10 ტაბლეტი, თქვათ პენიცილინი, ყველაზე ისეთი ავიღოთ. მე დავლი 5 და ვიგრძენი თავი კარგად და შევწყვიტე. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ბოლომდე არ მოვკალი ყველა ის ბაქტერია, რომელიც პენიცილინს უნდა მოეკლა. გადარჩენ ის ბაქტერიები, რომლებიც მცირე დოზებს ამ პენიცილინსაც იტანდნენ. მათ მოგცეს შთამომავლობა, რომლებიც უფრო მეტ დოზას იტანენ და უკვე ჩნდება ბაქტერიების მთელი ჯგუფი, რომელსაც ერთი თვის წინ პენიცილინი კლავდა, მაგრამ დღეს ვეღარ კლავს. ასე ეჩვევა ეს ბაქტერია, შემდეგ სტრეპტომიცინს, ამპიცილინს, რიფამპიცინს და რა ვიცი, მოგეხსენებათ, უამრავი ანტიბიოტიკია გამოსული, როგორც ბუნებრივი, ასევე სინთეტური და გამოდის ახალი და ახალი, უფრო და უფრო ძლიერი ანტიბიოტიკები, რომ ვებრძოლოთ უფრო და უფრო ძლიერ მტერს. და ასეთი მტერი უძლური არის ერთადერთი ვინმესადმი, ბაქტერიოფაგისადმი, იმიტომ რომ მათ ჭიდაობა აქვთ უკვე მილიონი წლებია და როგორც წესი ბაქტერიოფაგები უგებენ ხოლმე ბაქტერიებს ამ ბრძოლას. ბაქტერიოფაგები დიდი რაოდენობით არიან დაბინძურებულ წყლებში. ეს ფაქტია, იმიტომ რომ მტაცებელი იქ არის, სადაც მისთვის ბევრი საკვებია. დაბინძურებულ წყალში უამრავი ბაქტერია, აქედან გამომდინარე, იქ უამრავი ბაქტერიოფაგია და სწორედ ჩემო მეგობარმა, გია ჯაფარიძემ, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე, ბაქტერიოფაგები იპოვა მეტეხთან რომ წყალი ჩამოდის, კლდეები რო არის, იცით ხო? ძალიან ბევრი ადამიანი გადმოდიოდნენ ამ წყალს ავსებდნენ და სახში მიქონდა თვალებს იბანდნენ ხოლმე, აი თუ თქვათ რაღაც ინფექცია ჰქონდათ, ამით ირჩენდნენ და სწორედ ამ წყალში აღმოაჩინა ბაქტერიოფაგები, რომლებიც აი ესეთი ინფექციების საწინააღმდეგო იყვნენ. ანუ ეს წყალი მე რომ მითი მეგონა რომ რა შვაში არის ხა ეს წყალი მკურნალობასთან, ასე აღმოჩნდა. საიდან? იქედან რომ ეს წყალი თვაც სუფთა არ გახლავთ, იგი დაბინძურებული არის, ახლა ალბათ აღარ უკვე იფილტრება ფეკალიებით, რომელიც მეტეხის თავზე განლაგებული სახლებიდან ხვდებოდა ამ წყალში. და სწორედ ეს დაბინძურებული წყალი, ბაქტერიები დაბინძურებული წყალი, ასევე მდიდარი იყო ბაქტერიოფაგებით, სხვადასხვა ბაქტერიოფაგებით, რომლებიც აი ესეთ ინფექციებს შველოდნენ, ასე რომ ესეც საინტერესო მომენტია ბაქტერიოფაგების ცხოვრებიდან და
თვითონ ბაქტერიოფაგები არიან ძალიან უცნაური ტიპები. მათ აქვთ ესეთი ჩოგანის ფორმა, ხედავთ თქვენ, აქვთ თითქოს ფეხები. ამ ფეხებით ისინი ეჭიდებიან ბაქტერიის სხეულს. შემდეგ როგორც შპრიცი ისე ჩაუშვებენ მასში თავიანთ გენეტიკურ ინფორმაციას და ბაქტერია იწყებს ბაქტერიოფაგების ბეჭდვას, მათი ასლების გაკეთებას. რაღაც მომენტში იგი გაივსება ბაქტერიოფაგებით, სკდება, ანუ კვდება და ბაქტერიოფაგები გამოდიან გარეთ და უკვე ასნებოვნებენ სხვა ბაქტერიებს. აი ესეთი უცნაური ბრძოლა მიმდინარეობს უკვე მრავალი მილიონი წელია. და შესაძლოა, ისევე მეორებ, ამ ბრძოლის ჩვენთვის სასარგებლოდ გამოყენება. ვირუსების გენომი ახლა რა თქმა უნდა ყველა ვირუსის ძალიან კარგად არის შესწავლილი და დადგენილია რომ მათ ახასიათებთ საოცარი ცვალებადობა. ისინი არც არის გასაკვირი პრინციპში, როდესაც ამდენი ასლი იქმნება, აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მოგცეს რაღაც წიგნი გადასაწერად და თქვენ იწყებთ ამ წიგნების გადაწერა, თუნდაც ერთი ფურცლის. აუცილებლად გაგეპარებათ ერთ-ერთი შეცდომა, ხო? ან შეიძლება ორი შეცდომა გაგეპაროთ, ან სამი გაგეპაროთ და ეს შეცდომები შეიძლება ისე დაემთხვეს, რომ კარგიც იყოს ამ ნაწარმოების, ანუ ამ წერილისთვის, რასაც თქვენ ავრცელებთ. და სწორედ ასეთი შეცდომების შედეგად წარმოიქმნება ახალი ვირუსი, რომელიც უფრო გამძლე არის, უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო კარგად მრავლდება. არსებობს კიდევ ერთი ჰიპოთეზა, რომელიც ამბობს, რომ ვირუსები არ იყვნენ ასეთი პრიმიტიულები თავის დროზე და მხოლოდ პარაზიტული ცხოვრების გამო გახდნენ ასეთები. ეს სხვა შორის პრინციპში მისაღები ჰიპოთეზაა, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრმა ცოცხალმა ორგანიზმმა პარაზიტიზმთან ერთად დაკარგა ის თვისებები, რომლებიც მათ ჰქონდათ და რომელიც იმ დროს მათ ჭირდებოდათ. მაგალითად, პარაზიტულ ჭიებს არ აქვთ მხედველობა, არ აქვთ გემოვნების ორგანო, არ აქვთ საჭვლის მომნელებელი სისტემა და სუნთქვის სისტემაც კი მაქსიმალურად გამარტივებულები არიან, მაგალითად ის ჭიები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში პარაზიტობენ. მათ არაფერი არ ჭირდებათ. მათ ჭირდებათ გარემო, საიდანაც ისინი შეიწოვენ მთელი სხეულით საკვებ ნივთიერებებს და ჟანგბადს. ამიტომ მათ დაკარგული აქვთ ყველა ორგანო. გარდა გამრავლებისა, რომელსაც მრავლდებიან აი როგორც ტყვიან ფრქვევი ისე. აი მაგალითად ხარის სოლიტერი, ეს გახლავთ უზარმაზარი 10 მეტრის სიგრძის ჭია, რომელიც ძალიან ხშირად სახლობს ადამიანის წვრილ ნაწლავებში, წარმოიდგინეთ 10 მეტრის, რომელიც მიმაგრებული არის თავის ცერკოი თავით ნაწლავის კედელთან და აი ეს ლენტი შედგება პატარ-პატარა ოთხკუთხედი ფირფიტებისგან. სოლიტერის ამ ფირფიტებში გახლავთ მამრობითი და მდედრობითი სასქესო ორგანოები, რომლებიც ერთმანეთს ანაყოფიერებენ და ეს ფირფიტები თავში პატარაა, შემდეგ ფართოვდება, სულ ბოლოში არის დიდი ზომის ფირფიტები, რომლებიც, როდესაც უკვე მომწიფდება მათში კვერცხები, მოძრება ჭიის სხეულს და განავალთან ერთად გამოდის გარეთ. და შემდეგ როგორც აი მუხლუხო, აი ეს ფირფიტა წარმოიდგინეთ, ბრტყელი ფირფიტაა, აი ესე გადაადგილდება, ну თუ რა თქმა უნდა, უნიტაზში არ მოხდა, გარემო პირობებში. და უწვრილეს თვალით უხილავ კვერცხებს ყრის თან. და ეს კვერცხები 10,000-ობით არის. რატომ? იმიტომ რომ ძალიან მცირეა შანსი, რომ ამ 10,000 კვერცხიდან შეიძლება ერთი მოხდეს ადამიანის ორგანიზმში. როგორ? ბალახი, რომელზეც ეს ბრტყელი ფირფიტა დადიოდა და ყრიდა ამ კვერცხებს, ეს ბალახი უნდა შეჭამოს ძროხამ. ძროხის ორგანიზმში კვერცხიდან გამოიჩეკება უწვრილესი ლარვა, რომელიც გახვრიტავს ძროხის ნაწლავის კედელს, მოხვდება მის სისხლში, გაყვება სისხლს და კუნთებში გაეჭედება. სადმე იქ ქმნის ფინას, ესეთ პატარა წვრილ უმცირესი ზომის ბუშტუკს, ადამიანი, რომელიც ასეთ ხორცს შეჭამს, რომელიც არ არის კარგად დამუშავებული, ანუ კარგად შემწვარი, კარგად მოხარშული, ლენ ადვილად ავადდება კვლავ ამ ჭიით. ამ ბოლო დროს ხარის სოლიტერი ძალიან პოპულარული გახდა. გაგიკვირდებათ და მას სპეციალურად იღებენ. ჩინეთში ხდება ეს პროცედურები გასახდომად. ანუ ის იმდენ საკვებს მოიხმარს ჩვენი ორგანიზმიდან, რომ ადამიანი ხდება, კარგავს ფერს, კარგავს მადას, გონებასაც კარგავს, იმდენად სუსტდება და არ ვიცი მე თუ ღირს ტანწერწეტობა ამ ყველაფრად, რავი კი ბატონო, მაგრამ არ ვიცი რაღაც ძალიან მაზოხისტური მეთოდი არის ტანზე მოსვლის, მაგრამ ჯობია ცოტა შეიგავო თავი რაღაცები არ შეჭამო და დიეტაზე დაჯდე ალბათ. და რისი თქმა მინდოდა 10 მეტრის
სიგრძის ჭიას არ აქვს არც გრძნობათა ორგანოები, არც სუნთქვის, არც საკვების, არაფრის აბსოლუტურად არის ესეთი ფაქტიურად ვირუსია, ხო, მარტო გამრავლება შეუძლია. თუმცა მას აქვს ასკეს ორგანოები, მას აქვს ბირთვიანი უჯრედები და 10 მეტრის სიგრძისაა, როგორც გითხარით. სწორედ ასე თողონდ კიდევ უფრო უკიდურესად გამარტივებულ პარაზიტად მიაჩნია ზოგიერთ მეცნიერს ვირუსი, რომელმაც ცხოვრების გაიოლების მიზნით ეს ყველაფერი მოიცილა და მარტო გამრავლება დაიტოვა. ფაქტი ფაქტად რჩება, ვირუსები ძალიან წარმატებულები აღმოჩნდნენ, მათი რაოდენობა 100 მილიარდჯერ მეტია ვიდრე ყველა ქვიშის მარცვალი, რაც დედამიწაზეა. თუ ჩვენ ყველა ვირუსს, რომელიც დედამიწის ზურგზეა, დავალაგებთ ასე მწკრივად, ისინი წარმოქმნიან ხაზს, რომლის სიგრძეც იქნება 5.700.000 კილომეტრი არა, სინათლის წელი. ეს გამოდის 54 კვინტილიონი კილომეტრი, ანუ ანდრომედას ნისლეულამდე არის 2.5 მილიონი სინათლის წელი, ხოლო ამას კიდე დაამატეთ ერთი იმდენი. ეს არის იმ ვირუსების, აი თვალით უხილავი ცოცხალი ორგანიზმების რაოდენობა, ესე მწკრივად დალაგებული. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ თუ რა არის ცოცხალი და არა ცოცხალი. ცოცხალი, ასეთ NASA-ს განმარტებით, გახლავთ თვით წარმოქმნადი სისტემა, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას და აქვს ამ გენეტიკური ინფორმაციის ევოლუციონირების უნარი. NASA-ს განმარტებით ვირუსები ცოცხალი ორგანიზმები არიან და მეც ვემხრობი ამას, იმიტომ რომ ისინი ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ახლა მე აი თქვა ვაშლი მაქვს, ხო? რომელიც არ მრავლდება. აღარ რომ დავტოვო მე ეს ვაშლი და შევქნა ისეთ პირობები, რომ არ გაფუჭდეს და დაბრუნდე, თქვა 1000 წლის შემდეგ, ეს ვაშლი იქნება იდება და იდება ასე. მაგრამ მე თუ შევქნი იმ პირობებს, რომ ვაშლი მოხდეს, ანუ მასში არსებული თესლი მოხდეს, ან ვაშლიანად მოხდეს მიწაში, იგი გაიხსნება, დაიშლება, შექმნის საკვებ არეს და იმ თესლიდან, რომელიც იმ მარცვლიდან, რომელიც მასში დევს, ამოვა ვაშლის ხე, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ მოისხამს. ზუსტად ასეთ ვაშლს თუ არა მსგავს და იგივე საკეთებენ, ხო, ფაქტიურად ვირუსები ეძებენ არეს, სადაც შეუძლიათ გამრავლდნენ და წარმოქმნან თავისივე ნაერი არსება. 2013 წელს არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვირუსოლოგებს ძალიან დიდი თავსატეხი გაუჩნდათ, ეს გახლდათ ის, რომ ამ ბოლო დრო ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული შავი მბოლავების შესწავლა მეცნიერების მიერ. ეს გახლავთ ვულკანური გაზების და ზოგადად წყალქვეშა ვულკანების გამოსასვლელები, რომლებიც ძალიან დიდი სიღრმეზეა ოკეანის ფსკერზე, არც თუ ისე დიდი ხანია რაც აღმოაჩინეს და დადგინდა რომ ეს გახლავთ სიცოცხლის ოაზისები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან მაღალი წნევა წყლისგან გამოწვეული, ხო, ძალიან სიღრმეშია. ეს არის მაღალი და ძალიან დაბალი ტემპერატურების ზღვარზე. იქვე ამოდის მდუღარე გავარვარებული მასა მიწიდან და აქვე არის წყალი, რომელიც ძალიან ცივია. აქვე ამოდის უამრავი ქიმიური ნივთიერება, გოგირდი და რა ვიცი, ყველაფერი თუ კი რამე მთელი მენდელეევის სისტემა ამოდის და თითქოს ეს უნდა იყოს ყველაზე მკვდარი ადგილი ოკეანის ფსკერზე. ამ დროს ეს არის როგორც აი ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი, ზოოპარკი, სოკოების პარკი და რა ვიცი, ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი ბიომრავალფეროვნება. აქ ხდება ისეთი ცხოველები და ისეთი ორგანიზმები, რომლებიც სხვაგან არ ხდება. აქ არის მთელი ეკოსისტემები ჩამოყალიბებული და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, უბრალოდ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ აქვე არის ნაპოვნი ძალიან დიდი ზომის ვირუსები, გიგანტური ზომის ვირუსები, რომლებიც დაახლოებით ბაქტერიების ხელა არიან. რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის აი ადამიანი, რომ იყოს ახლა რაღაცა 150-160 მეტრის სიმაღლის. აი ასეთი გიგანტური ვირუსებია, ეს სრულიად არ შეესაბამებოდა იმ თეორიას, რომელიც აქამდე არსებობდა, რომ ვირუსი აუცილებლად ძალიან პატარა უნდა იყოს და იგი ვერ იქნება ვერაზრუს იმაზე დიდი, რასაც ჩვენ ვიცნობთ, მაგრამ აგერ აღმოჩნდა, რომ არის და დღეს მისი კვლევა მიმდინარეობს და სხვათა შორის აქვე აღმოჩნდა ბაქტერიები, რომლებიც არიან ამებას ზომის. ანუ აქაც დაახლოებით იგივე პროპორციებია 1:200-თან. ძალიან საინტერესო, ანუ ჩვენ მე მგონი თვარი და მარსი დღეს უკეთესად ვიცით ვიდრე ოკეანის ფსკერი, ასე რომ
ოკეანოლოგებს, ჰიდრობიოლოგებს ძალიან ბევრია რამე აქვთ აღმოსაჩენი და ვინცაც ჯერ არ გადაგვიწყვეტიათ რა უნდა გააკეთოთ ცხოვრებაში, გირჩევდით ერთ-ერთი უსაინტერესოესი პროფესია გახლავთ ჰიდრობიოლოგია. ფაქტი ნამდვილად არის ის, რომ ვირუსების გარეშე ცხოვრება საამური იქნებოდა, არ გვექნებოდა ეს აცრების აუცილებლობა. მე მივეკუთვნები ვაქსერებს, რა ვქნა, ბევრმა შეიძლება დამძრახოთ და გამოწერაც გააუქმოთ, მაგრამ მე ვაქსერი ვარ, წელსაც გავიკეთე გრიპის აცრა 4-ვალენტიანი და ეს აცრები მე უკვე დაახლოებით 25 წელია რაც ვიკეთებ და ამ 25 წლის განმავლობაში არც ხვირი დამიცემინებია, არც ჟღვინტი მგონია, არც დამიხველებია და არც რაღაცა სერიოზული დამართნია. ყოველ შემთხვევაში მე ამ აცრებს ვაბრალებ. და ხოლმე თემას გადაუხვიე, მაგრამ ვამბობ, რომ საამური იქნებოდა, ხო, ცხოვრება არ გვექნებოდა ეს გრიპები, შიცები, ჩუტყვავილები, პოლიომიელიტები და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ წარმოიდგინეთ ის ასეულობით მილიონი ადამიანი, რომ გადარჩენილიყო და თაობები მოეცა. აცულ რამეს ვამბობ, მაგრამ დღეს 8 მილიარდი კი არ ვიქნებოდით, ალბათ 80 მილიარდი. საერთოდ შეიძლება არც ყოფილიყავით, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ რაღაცა რაოდენობას ვაჭარბებთ ხოლმე ერთმანეთის დახოცვა გვჩვევია და როგორც წესი საკმაოდ ისეთი მეთოდებით ხოცავთ ერთმანეთს, ვერც ვირუსს მოუვა თავში და ვერც სხვა ცოცხალ ორგანიზმს. ასე რომ ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, ალბათ ყველაფერს უნდა ქონდეს თავისი რეგულატორი და ერთ-ერთი რეგულატორი არსებობს, ასეთი რეგულატორი არის ვირუსი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ აგერ ბაქტერიებისთვისაც კი. მე აცრა ვახსენე და აცრის მუშაობის პრინციპი შეგახსენებთ უბრალოდ, როდესაც ჩვენ შეგვყავს ინაქტივირებული ან ძალიან დასუსტებული ვირუსი ჩვენს ორგანიზმში, ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც კლავენ მას და ეს ანტისხეულები რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება ჩვენს ორგანიზმში, ამიტომ არის რომ თვალშეცი ხელოვნური აცრები გამოდის, როცა წითელა გვემართება და წითურა და ასე შემდეგ და ყოველთვის ამბობდნენ რომ ჯობს მოიცილო ეს დაავადებები ბავშვობაში, იმიტომ რომ როდესაც დასრულ ადამიანს ეყრება ასეთი ვირუსული დაავადება, მას ძალიან მძიმედ გადააგვზა, შეიძლება დაიღუპოს კიდეც. დღეს მე როგორც ვიცი, ამათი აცრები ტარდება, აუცილებელიც კი არის და საერთოდ გაქრა უკვე თითქმის გაქრობის დონეზე არის ყვავილი. ფაქტიურად 1-2 შემთხვევა ფიქსირდება და ისიც დასადგენია არის თუ არა ის ყვავილი, არადა ეს ინფექცია მილიონობით ადამიანს კლავდა თავის დროზე, გაიხსენეთ ამერიკის კონტინენტი. ასევე თითქმის გაქრა პოლიომიელიტი. ძალიან საინტერესოდ იქცევა ზოსტერის ვირუსი, რომელიც ასევე ჩუტყვავილას იწვევს. ასევე რატო ვამბობ, იმიტომ რომ ჩუტყვავილას უწეს გამოიწვევს, რჩება ჩვენს ზურგის ტვინის უჯრედებში და როგორც კი შეატყობს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ისე ვერ მუშაობს, როგორც საჭიროა, აი მაგალითად გავწივდით ან გრიპი შეგვეყარა და მთელი რესურსები არის იმუნური სისტემის წასული ამ გრიპთან საბრძოლველად, ამ დროს შეგვახსენებს ხოლმე, რომ მეც აქავარ და გამოგვაყრის ხოლმე ტუჩებზე, ტუჩების კიდეებში, წვრილ ბუშტუკებს, რომელსაც ჩვენ ჰერპესს უწოდებთ. ანუ ეს კიდევ ერთი ცალკე დაავადება, რომელიც ესეთ პარტიზანივით იქცევა. მე როდესაც მოძლიერდება იმუნიტეტი, იგი კვლავ იმალება და კვლავ თავის დროს ელოდება. მეორე ტიპის ვირუსები უბრალოდ აშენებენ თავიანთ გენეტიკურ მასალას უჯრედებში და ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ხოლმე სიმსივნური უჯრედები. ასეთია მაგალითად პაპილომა ვირუსი, რომელიც აცრების დღეს კეთდება. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი უნდა მოგიყვეთ, ეს გახლავთ ფლორიდაში ბინადარი, ფლორიდის ჭაობებში ბინადარი მოლუსკი, რომელსაც სახელად ქვია ელიზია, საკმაოდ ლამაზი სახელია და თვითონაც საკმაოდ ლამაზია, მწვანე ფერის, იმიტომ არის იგი, რომ მასში დიდი რაოდენობით არის ქლოროფილი. ისევე როგორც იმ მცენარეებში, რომლებიც ამ ჭაობებში იზრდება და მოგეხსენებათ ქლოროფილი გახლავთ ნივთიერება, რომლის საშუალებითაც მცენარეები მზის ენერგიას და წყალს გარდაქმნიან შაქრებად, ანუ საკვებ ნივთიერებებად და გამოყოფენ ჟანგბადს, რა თქმა უნდა, ჰაერში და ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი პროცესი, ბიოლოგიური პროცესი, რომელიც დედამიწაზე მიმდინარეობს და რომელიც ინარჩუნებს დედამიწაზე სიცოცხლეს. ქლოროპლასტებს, რომელშიც ქლოროფილი არის დასაწყობებული, ელიზია ჭამს, იღებს მცენარეებისგან, ავსებს საკუთარ ორგანიზმს, მწვანდება და უკვე მის ორგანიზმში იწყება ფოტოსინთეზის პროცესი. ანუ მას შეუძლია წამოწვეს
მზეზე და ჩვეულებრივად იკვებოს მზის სხივებით. გადასარევია. როგორ შეძლო ელიზიამ ასეთი რამის გაკეთება, სხვაებიც გააკეთებდნენ, ხო? ნურას უკაცრავად ასე ადვილადაც არ არის საქმე იმაშია, რომ ელიზიას ორგანიზმში არიან ვირუსები, რომლებიც ბოჭავენ აი ამ ქლოროპლასტების მოქმედებას. ანუ არაძლევენ საშუალებას, რომ ისინი სადღაც გაქრნენ და არ იმუშაონ ელიზიას სასარგებლოდ. გადის დრო, ელიზიას ბეზრდება მზეზე წოლა, იგი გამრავლებისთვის ემზადება, მოძებნის წყვილს, წარმოიქმნება კვერცხები და ამ დროს ვირუსები, რომლებიც ელიზიას მეგობრები იყვნენ, დიდი რაოდენობით იწყებენ გამრავლებას, იერიში მიაქვთ მათ ელიზიას სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოების უჯრედებზე და საბოლოოდ კლავენ მას. ელიზიას სხეული იძირება და იხწნება და მისგან გამოდის კვერცხები, რომლებიც ინფიცირებული არიან ამ ვირუსებით. რაღაცა ძალით ვირუსები არეგულირებენ აი ამ მოლუსკების რაოდენობას ფლორიდის ჭაობებში. ძალიან საინტერესო პროცესი არის, ძალიან საინტერესო იქნება ის დასაკვირებლად და დიდი სიამოვნებით ვიყოლებდი მე ამ ელიზიებს აკვარიუმში, ძალიან საინტერესო ტიპები არიან. 2001 წელს მოხდა ძალიან დიდი გარღვევა ბიოლოგიაში და ზოგადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. დაიდო ადამიანის გენომი, სეკვენირებული, ანუ გაშიფრული, რამდენიმე ათეული ტომი, რომელზედაც ხელი მიუწვდებოდა ნებისმიერ ადამიანს. ამ აღმოჩენას ძალიან საინტერესო აღმოჩენების სერია მოყვა. კერძოდ დადგინდა, რომ ევროპელების გენებში 2-დან 4%-მდე ნეანდერტალელების გენია, იქ დადგინდა, რომ აზიელების გენებში არის დენისოველი ადამიანის გენები, მაგრამ პარალელურად დადგინდა ძალიან საინტერესო რამ, რომ ჩვენს დნმ-ში არის 8-დან 9%-მდე ძალიან უცნაური გენების კრებული, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არის მილიონობით წლის განმავლობაში ჩვენში დაგროვებული ვირუსული გენები. როგორც ვარაუდობენ ვირუსები, აი ამ წლების განმავლობაში, ამ მილიონობით წლის განმავლობაში, როდესაც ხვდებოდნენ ჩვენს ორგანიზმში, მასში ტოვებდნენ თავიანთ გენეტიკურ მასალას, რომელიც ჩაშენდებოდა ხოლმე ჩვენს გენომში. 1944 წელს მოლეკულურმა ბიოლოგმა ბარბარა მაკკლინტოკმა დაადგინა, რომ ქრომოსომებში არსებული გენების რაღაც გარკვეული მონაკვეთები არსებობს, რომლებიც ხტუნაობენ აქეთ-იქით. მოგესწრება, ჩვენ გვაქვს 46 ქრომოსომა, ამ ქრომოსომებში შიგნით არის დნმ-ის მოლეკულა, რომელშიც ჩაწერილი არის რა ფერის თვალი უნდა ქონდეს, როგორი ფორმის ყური, რა სიმაღლეები უნდა ვიყოთ, როგორი ხასიათის უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ამბობენ, რომ აი შვილი თქვა ბაბუას გავს თვალის ფერით ან სხვა რაღაცით. და ამავე სპირალში არის პატარ-პატარა მონაკვეთები, ეს გენები, რომლებიც სწორედ განსაზღვრავენ აი ამ თვალის ფერს და ამ გენებსა და ამ სხვადასხვა გენებს შორის არის რაღაცა მონაკვეთები, რომლებიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან ხოლმე. და ეს აღმოჩენა გააკეთა სწორედ ბარბარამ, მაშინ მან და მაინც ქალებს მეცნიერებაში დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ და მან ნობელის პრემია 40 წლის შემდეგ მიიღო, მხოლოდ 1984 წელს, იგი უკვე 80 წლის იყო, შემდეგ კიდე კარგა ხანს იცოცხლა, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა და დადგინდა, რომ სწორედ აი ეს მოხტუნავე მონაკვეთები, რომლებიც ჩვენს ქრომოსომებშია, არიან სწორედ ეს ვირუსული ჩანართები. ვირუსული ჩანართები, რომლებიც ალბათ რაღაც ფუნქციას ასრულებენ. და ასეთი ჩანართების რაოდენობა არის დაახლოებით 8-დან 9%, როგორც გითხარით, ანუ ჩვენში არის ნეანდერტალელიც და არის ვირუსიც. არიან ვირუსები, რომლებიც 160 მილიონი წლის წინ უკვე ჩამოყალიბებულ თბილსისხლიან ცხოველებს ესხმოდნენ თავს და მათში ტოვებდნენ აი რაღაც ნაგლეჯებს თავიანთი მემკვიდრეობით ინფორმაციის, რომლებიც შემდეგ უკვე მემკვიდრეობით უკვე ჩვენს გადმოგვეცა. კარგი თქვა, არის ეს მოხტუნავე ადგილები და არის და კარგი თქვა, მოგცა ამ ვირუსმა რაღაცეები ამ მილიონი წლების განმავლობაში. მერე რა? მერე ის, რომ ადამიანის იმუნური სისტემა არის საკმაოდ ზანტი. მას დაახლოებით 4-5 დღე სჭირდება, რომ ცოტა აზზე მოვიდეს, ზუსტად დაადგინოს ვისთან აქვს საქმე, უნდა ებრძოლოს თუ არ უნდა ებრძოლოს, რომელი უჯრედები წარმოქმნას, რომ
დაეტაკოს მომხდურ მტერს და გაანადგუროს ისინი, ამიტომ ამბობენ რომ თქვა 10-5 დღის მერე იწყებს მუშაობას, ზუსტად ამის გამო. მაგრამ ეხლა 5-6 დღე თუ ვაცალეთ, ჩვენ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე, მთელ ორგანიზმს დაიპყრობს სხვა ის ვირუსი თუ ბაქტერია და დამთავრებულია ჩვენი საქმე. სწორედ ამის გამო არსებობენ ეს მოხტუნავეები. ეს არის ის გენეტიკური მახსოვრობა ჩვენი ორგანიზმის, რომელიც უცებ გვაგებინებს, რომ აი ეს ვირუსი შემოიჭრა. აი რომ შევადაროთ, აი თქვათ ოფისებში, დიდ მაღაზიებში, სუპერმარკეტებში რომ არის ზემოთ თუ აიხედავთ, ნახავთ რომ წყლის ჩამოსასხმელი აპარატები დგას. აქვე არის მიმღებები, რომლებიც გრძნობენ, რომ იქ ტემპერატურა მაიწია ან კვამლია და ირთვება ავტომატურად ესე ისხმება წყალი და ამ კერებს აქრობს. ანალოგიურად მოქმედებენ ეს მონაკვეთები. იწყებენ დამოუკიდებლად ორგანიზმისა ბრძოლას. უკვე მერე ნელ-ნელა ერთვება ჩვენი იმუნური სისტემას და უკვე გაერთიანებული ძალებით სპობენ ამ შემოჭრილ აგენტებს. ამიტომ არის რომ როგორც წესი 5-6 დღე მაინც ჭირდება ადამიანს რომ ჯერთი ის იმუნიტეტი ჩაირთვოს და შემდეგ უკვე მთლიანად დაამარცხოს ინფექცია, რომელიც მის ორგანიზმშია შეჭრილი. ზუსტად 2 წლის წინ, ახლა რომ ნახე, როგორც ჩვეოდა ხოლმე საღამოობით მე და ცოტნე ჯავახიშვილი ჭორაობდით ხოლმე სხვა სამეცნიერო ან ისეთ თემებზე, საჭირობროტო თემებზე ჩვენი ქვეყნის და ერთხელაც მითხრა რომ შენ ვიციო რომ ბაქტერიებსო იმუნიტეტი აქვთ. რანაირად შეიძლება მოთხარ ბაქტერიას კონდეს იმუნიტეტი, იმუნიტეტში ჩართული არის მთელი ჩვენი ორგანიზმი და თქვათ იგივე სხვა ცხოველის ორგანიზმი, იქ რაღაცები გავამუშავდა, აქ ერთ უჯრედს არანაირად უნდა კონდეს იმუნიტეტი მეთქი და კარგი მაშინო დავპატიჟოთ ერთი გოგონაო, ერთი კარგი ქართველი გოგონაო და ჩვენო ვისაუბროთ ამ საკითხის შესახებ, რომელიც ძალიან პერსპექტიულია სამომავლოთო და ჩვენ ჩავწერეთ ძალიან საინტერესო ინტერვიუ, ვისაც არ გაქვთ ნანახი. ნახეთ აუცილებლად, მე გირჩევთ, ეს არის უსაინტერესო ეს ინტერვიუ. მე კი უბრალოდ 2 სიტყვით გეტყვით რაშია საქმე. ვირუსი ესხმის თავს ბაქტერიას, უშვებს შიგნით თავის გენეტიკურ ინფორმაციას, ბაქტერია იწყებს ვირუსების ფასლების ბეჭდვას, თვითონ კვდება, ხოლო გარეთ გამოდიან ახალი ვირუსები, რომლებიც სხვა ბაქტერიებს ესხმიან თავს. მაგრამ ხდება ზოგჯერ ისეთი მომენტი, როდესაც ბაქტერია უმკლავდება აი ამ თავდასხმას. ამ დროს იგი თავის გენომში ჩააშენებს ხოლმე ვირუსიდან ამოჭრილ პატარ-პატარა მონაკვეთებს, რომ სამომავლოდ მისმა შთამომავლობამ გაიგოს თუ ვინ ესხმის მას თავს. კარგით, გავიდა რაღაცა პერიოდი, თქვათ, მან მოგცა შთამომავლობა ამ ბაქტერიას, რომელშიც ჩაშენებული არის ვირუსის ეს მონაკვეთი, ესხმის თავს ვირუსი, ჩაუშვებს მასში თავის გენეტიკურ ინფორმაციას და სწორედ ამ დროს ბაქტერია აამოქმედებს აი ამ მონაკვეთს. ამ მონაკვეთის საჩვარლებით იგი როგორც მაკრატელი ისე ჭრის დნმ-ის მოლეკულას ან რნმ-ის მოლეკულას, რომელიც ჩაუშვა მასში ვირუსმა და ამით ანეიტრალებს მას. ეს მეთოდი ადამიანმა აღმოაჩინა და მას იყენებს. იყენებს გენეტიკური დაავადებების სამკურნალოდ. იგი არის როგორც ძალიან ფაქიზი, ყველაზე ფაქიზი მაკრატელი, რომელიც კი შეიძლება შექმნას ადამიანმა ან ბუნებამ, რომელიც აი ნუკლეოტიდების დონეზე ჭრის რაღაც მონაკვეთებს და ამ დაზიანებული მონაკვეთის მაგივრად ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ ის მონაკვეთი, რომელიც ჯანმრთელია და თავშივე აღკვეთოთ სხვადასხვა დაავადებები. მოგეხსენება ძალიან ბევრი დაავადება, სწორედ მუტაციების შედეგად წარმოიქმნება და ამ მუტაციებს ჩვენ თუ უმკურნალებთ და შევძლებთ მათ მორჯულებას, ჩათვალეთ რომ უამრავი დაავადება, რომელიც დღეს მილიონობით ადამიანს კლავს, უკვე იქნება ხელმისაწვდომი მათი დამარცხება. ბევრი გენეტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეული არის სწორედ დნმ-ის დაზიანებული უბნების არსებობით, შეიძლება გავასწოროთ. ამ ახალი მეთოდით, რომელსაც CRISPR-Cas9 ეწოდება, ეს რთულად იშიფრება და ამ ვიდეოში ნახეთ კარგად. ამ მეთოდით ჩვენ შეგვიძლია უამრავი დაავადების განკურნება და ძალიან ბევრი სიცოცხლის გადარჩენა. მე მინდა გისურვოთ წარმატებული, გემრიელი, ლამაზი, შვიდი, ჯანმრთელი კვირა. მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით და როგორც ყოველთვის დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო
ახალი ამბებით, ან საინტერესოდ მოყოლილი ძველი ამბებით. Მაშასე, ნახვამდის